უღრმესი მადლობა. საღამო მშვიდობისა, კარგი საღამო მინდა გისურვოთ და დააკვირდეთ, რომ ამ საღამოდ მხიარულად გატარებაზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მე და ნიკა და ისინი ვინც დღევანდელ შოუში თქვენს ხასიათსა და კეიფისა და დროსტარების განწყობაზე ზრუნავენ, ანუ ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. უღრმესი მადლობა. ხოლო მათთვის, ვინც ახლა დასავლეთიდან მოდის, გზაშია, ან პირიქით დასავლეთში მიდის, კარგი ამბავი მაქვს. სულ მალე რიკოთის უღელტეხილის გავლას რაღაც 35 წუთი დასჭირდება, მეტი არა. ხო და აღარ მოგიწევთ დაწყებულზე შემოვარდნა სახლში, არიქა რა გამოვჩა პასტას და ნიკას შოუში. ეგ კი არა, მანამდეც მოასწრებთ სახლში შემოსვლა, სამინდი რომ გაიგოთ. დიახ ბატონო. კი, ძალიან კარგია ეგ ჩემო პატა. რიკოთის გავლა რომ აჩქარდა, მაგრამ ერთი მინუსი აქვს. ისმენ? ჯარიმები მოგივა ბევრი. მე რა მაინტერესებს კიდევ თუ იცი ნიკოლოზ. აბა, აი ამ 35 წუთში ოსტრის ჭამა თუ შედის უღელტეხილს. ეგ არ ვიცი. მე დასავლეთში რომ მივდიოდი ადრე. გზაში ვფიქრობდი ზესტაფონში ხაჭაპური ვჭამო, ქუთაისში ვიკენდიას კაბაბი თუ ბათუმში რივიერაში დავლიო ჯებალას ყავად. მაგრამ აცი სადღა მეკნება ფიქრის დრო. ოსტრი პერევალზე და ეგ. გადასარევი, ანაერი ხალხი ვართ რა. ერთი სული გვაქვს, სწრაფად გავიაროთ ხაზში. რა? აი აქამდე თუ სულ გავლით ვიყავით ხაშურში ნამყოფი, ახლა გვერდზე ჩაუშხულდებთ. ესე გამოვა. არა და რა იცი, იქნება რა სიურპრიზებს გვიმზადებს ეს ქალაქი. დაინტერესებულა ვინმე? რა სიურპრიზებს გაცო? რა იყო? კიდე რამდენი ჰამაკი უნდა ვიყიდო, გამაგებია. არ მაქვს ეზოში მაგდენი ხე არა მაქვს ფიზიკურად. ყველაზე ხაშურის ჰამაკები გამბულ. რიკოც ძალიან არ გავცდები და ერთ კარგ ამბავსაც გეტყვით. თერჯოლა! ზესტაფონი და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ქარის ელექტროსადგურების აშენება იგეგმება. დიდი ვენტილატორები რომ დგას, ეგეთების. და რადგან თერჯოლა ვახსენეთ ყურადღება, დუ გამიკეთე. ბარემ იმასაც გეტყვით, გამიგრძელე, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ნიკოლოზ არაბიძე თერჯოლის საპატიო მოქალაქე გახდა. რა საჭირო იყო ახლა რატო შეწუხდი? რა საჭირო, კარგად შეიჯიბე. არა, 50,000 ლარი არ არის მაგარი. არა. რას მელავანე? აი მე თელავზე 200,000 მომწონს. არა, გადმოვეწერო თელავში. მოკლედ ნიკოლოზ გილოცა. მადლობა, გენა. ამსახურებულად ჩემო ძირფასო. გავნაგრძოთ თემა, ხო? კი ბატონო. ანუ ქარის ელექტროსადგურების შენდება, ხო? კი. ესე იგი, მან ალბათ წყალტუბო და ქუთაისში მიმავალ ქარსაც დაასაკრებენ, მოგიგებთ. კი ბატონო. კარგი ამბავია, მაგრამ ჩვენი იღბალი რო ვიცი ქარი ჩადგეს. რა იცგან შენ? რატო უნდა ჩადგეს? ეგ კი არა, მოერიდეთ ქარიანში გარეთ გასვლას. რა ვიცი, მაინც დენმა არ დაგატყათ. ისე თუ დააკვირდები ჩემო პატა, ისევ ხაშური იჩაგრება. ზემოთ ხსენებული. ეგ აქეთ გორისკენა ეგ სადგურები, იქეთ იმერეთში კეთდება. ხო და მაგათ შუაშია ხაშური. კი ბატონო. ორ პირი მოუწევს, მაგრამ არ გაცივდნენ. წეგანო ვიძახდით 35 წუთი დაჭირდება რიკოთის გავლასო. ეგ რო გაიხსნება ზურგის ქარიცხო დაგვეხმარევა და უფრო მალე ჩავალთ. ჩემი ასე ვთქვათ ვარაუდი და დათვლის შედეგი გახლავთ 25-27 წუთი. კი ბატონო, თან ალბათ დენის ტარიფი გაუქმდება და დაარსდება ქარის ტარიფი. კარგი ხო. წესით უფრო იაფი დაუჯდება ხალხს მოაგვენდები. და შუქი რომ ჩაქრება ასეთი საუბრები წავა, ხო იცი? გაიხედე ერთი ხარაგაურშია თუ აქ არის.
სხვათა შორის ტყიბული გახდება მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც მიწიდანაც და ციდანაც ფულს იშოვება. უხაროდეს ბოჭორას. ხო მეთანხმებით ბიჭებო. სეირან რა სიტყვი? თუ თქვენ ისევ ატომური სადგურებით წვალობთ დენზე. როგორ არის საქმე? არადა სევანზე ისე უბერავს. მოგუბაძეთ ცოტა, მოგუბაძეთ, მაგრამ მე არ თქვათ, პირველი ჩვენ გავაკეთებთ. მაინც რა ვიცი. სხვათა შორის ერთი საინტერესო ამბავი გავიგე და შენის მითხარი როდესმე ტოსკანაში ცხოვრებაზე თუ გიფიქრია? იტალიაშია ხო მეგ? იტალიური არ ვიცი და შესაბამისად არ მიფიქრია სხვათა შორის. თუმცა მანამდე მე მინდა გითხრა რომ ერთი მისალოცი ჩვენ კიდე გვაქვს. ხო? სეირანზე გამახსენ. რას ველაპარაკებ? სულ ახალ იუბილე ქონდა. რას ველაპარაკებ? კი ბატონო. საპატიო იუბილარი იყო გილოცავ. როდის უნდა მოხდეთ ბედაში მაგის სიაში არ ვიცი. არ ვიცი. დამტოვა განმოგდებული სუჯუკი არა, ტოლმა არა. მიუხედავად იმისა, ორი დღეა მე და შენ არ ვიჭამია ის და გადაიარა იუბილე. მოდი ისევ ტოსკანას მივაწვეთ ბატონო. არ ვიცი თქო მე ეს იტალიური ენა და ამიტომ არ მიფიქრია ტოსკანაში ცხოვრება. საფრანგეთი რო ყოფილიყო, საფრანგულად ხოს ხლავ, რას ლაპარაკობ? რას მეუბნები? მესამე კლასამდე ვემზადებოდი მე მაგაში. კი, მაგრამ მე სუსტიაო და გადამიყვანეს ინგლისური გააკეთე. აი, თუ დავიტყვი მეშვა და მეც და მასწავლებლებს. ბოლოს მასწავლებლად დავიწყე. მითხარი ბოლო რა ხდება, იქნება დავფიქრე. კი ბატონო, რა ხდება და ტოსკანაში საცხოვრებლად ვინც გადავა, ამისათვის $23,000 მიიღებს. მოკლედ ტოსკანაში საცხოვრებლად ვინც გადავა, ამისათვის $23,000 მიიღებს. ხოლო გლდანში თუ გენდომებათ, ბანკი მოგცემთ $50,000 იპოთეკურ სესხს 62%. რა თქვი, სერიოზულად ვიზახი, არ ხულო. ეგ კი გამოდის კაი $60,000. მასტური წინადადება. ხო არ გავხდეთ ზემო ტოსკანელები, ხა? მარა ისე რო ვაგვირდები არ მინდა. თბილისში მეძახია და ჩამოსულდა. ახლა ტოსკანელებს ვალაპარაკებ კიდე. ეს კაცი საწავიდა კაცი. ნიკოლოს დიღობი ჯობია, დიღობი არ ყოფილა ნამდვილი ეკავა. ვინ არის მომცემი 23,000 რას ლაპარაკობ? თან ვერც მივახციე იმ ხელა რიგი იდგა. არ გამოვა ჩვენგან ტოსკანელი. ხო. ნუ გიდა იყოს ჩვენგან, რო გიყურე პროფილში არ გავყარ ტოსკანელი. ტვინი ყოფილა ეგ ამავი, თან ახლა რუსთავიორთან რო იყოს ახლოს კიდე ჰო, მაგრამ ტოსკანიდან რაიუნის სამსახურში ყოველდღე რაც მელაპარაკებს. დიდი დიღმიდა მჭირდება 2 საათი და 40 ხანდა. ხო, მაგას ვამბობდი, მე არც დიდი დიღობია ახლოს, მაგრამ ტოსკანა მაინც ძალიან შორს არის. შევცვალოთ ეს თემაც არ მინდა. შენ ის ამბავი თუ იცი? აბარა. გერმანელები, რომლებიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მუშაობას გადაწყვეტენ, ყოველთვიურად €2,000 ანაზღაურებას მიიღებენ გადასახადების გარეშე. არ გამომივა ხო გერმანელები თქვი ბატონო. გაუმართლად გერმანელებს და მათ შვილიშვილებს. რა თქვინდოდა ტოსკანა, რა ჯანდაბად გვინდოდა. გერმანიას ხო არ მივაწვეთ. არ გამოეკაბავით შემოწამე. თორე ჩემი ნება რო იყოს დავიბადებოდი საქართველოში, გავერთობოდი ჰავაიზე და დავბერდებოდი გერმანიაში. ჩვენთან ისედაც მასი არ არის, საპენსიო ასაკს რომ მიაღწევენ, ისედაც მე ეწყებენ სამუშაო ძებნას. მანამდე მშობლების კისერზე ვარ. ნუ არია. ახლა კიდე ერთი სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. რომში სამმა მძარცველმა ბინის გაძარცვა სცადა და ბინა პოლიციელის აღმოჩნდა. შეგედა იღბლიანი.
საწყლები ბედი არ გიდა ბიჭო ის პოლიციელი იყო თურმე გახარებული ასე სწრაფად ჯერ არ გავსულვარ ცხენყვალზე არასოდეს შემწყობილ ანუ როგორც მიხდით ზარცვა წარმატებით დასრულდა ოღონდ პოლიციელისთვის ზარცელები თავიდანვე უნდა მიხედრილიყვნენ პოლიციის სახლი რომ იყო გენაცვალე მიგალკიანი მანქანა რო იდგა ეზოში და პოლიციის გარეცხილი ტანსაცმელი იყო გაფრთხილი მეტ რა უნდა ხა რანაირად ვერ უნდა მიყო შესულისას სახლში ხელბორკილებიც კი ნახეს და უფიქრიათ ამ ზარცელებზე როგორი სექსუალური ფანტაზიები ქონია ეგ რა არის უარესგეტყვი ცოტა ხნის წინ ჩვენმა ნაკრებმა ვიღაც გუნდთან ფეხბურთის თამაშით სადა და ესპანეთის ნაკრები არ აღმოჩნდა ესე მაგ ზარცვაზე გამახსენდა შემოპატა ლური რო გაუძარცვავთ გაიგე მანდაც ეგენი არა მგონია ეგენი ხო დაიჭირეს და ლური ვინც გაძარცვა ვერ პოულობენ გეუბნებოდი გავძარცვოთ ლური ფულს ვიშოვნით მეთქი და შეგიდი აიჩებე იუმორისტული შოუ გავაკეთოთ იუმორისტული შოუ გავაკეთოთ მოიცა ლური არა ისე ხე ნუ დაიწყე ხა ახალი არაფერი არ იქნებოდა ხა ლურში რა უნდა ყოფილიყო ახალი სულ ძველი რაღაცები ეყრებოდა რა ხიბოდა ძველი ნივთები ნეტა ისე ვინ გაძარცვა ძალიან საეჭო დაცვიათ თუ დააკვირდი შენ სოურელებს ეს ახალი დასაცვა ამ ბაბთა სიყიდი შენ ხა ამათი ხელფასი კი ბატონო ესენი იქნებოდი თურმე ჯოკონდა ისია შეშინებული აღარ ეღიმებაო შეშინებდა მაგას ეს დიდია მე ვიცი ამათი გულის ამბავი გაძარცვა არც უფიქრიათ სანახავად შევიდნენ მაგრამ ისე მოეწონათ ეს ექსპონატები რომ ჩაყარა ზაზამ გარმონში და წამოვიდა სხვათა შორის ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც შესულან ძარცველები ამას წინათ და ასლარიანი დაუტოვებიათ ჩვენ სახელზე რამე იყიდნენ რას მე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აბა მცოდნეობის მხარეთმცოდნეობის მე მარტო მხარეს მუზეუმი მეგროდა მცოდნეობისას თუ იყო არ ვიცი კაი მოკლედ გავანებოთ ქსოვრელებს თავი და ხაშურსაც თორე ხო სანამ არ დაგვაყავენ არ გავჭირდე დავანებოთ თავი ჩვენ შოუს პარიზის პოლიციაც უყურებს და არ დაიჭირონ ახლა მაინც არ გვინდა გადავიდეთ სხვა თემაზე კი ბატონო დილით რომ იძახდი შენ შემოპატა კვიცი მყავა გააძვირა რა ბავია 3 ლარი ამერიკაში ო დუბაიში რა ხდება აგეთ რა ხდება რა ღირს ყავა იცი ერთ რესტორანში თურმე $680 ღირს ერთი ფინჯანი ყავა და მაყავაზე აქვია თუ იცი ხო სინტრისლები ხასან კანტი არილება ყავა ხო არილება ეს ემატება კი და თან მაყავაში კითხაობის დროს მარტო ძვირიანი რაღაცები კი ბატონო ხათა შორის დუბაიში ვიყავი და მეც დავრი ეგ ყავა და იმის შემდეგ გულის წამლებს ვსვავ ისეთი კარგია ეს ისა ყავა კაი აი რო გამოვდიოდი კაფედან ოფიციანტმა კიდევ რამეს ხო არ მიირთმევთ და მეთქი არა უკვე მივირთვი მე დიდი ხანია პრინციპში რა საათახევრის დაქრო შემოვედი მაშინ მივირთვი მეთქი ჩაი რამდენი დაუტოვე ოფიციანტს ჩაი არა ჭირი დაუტოვე და გადარჩევა უკანაგზის ბილეთის გამო 3 თვე უკრავდი დუბაის ფუჭე რა ჩაი დაუტოვე რა იცი ეგ ისეთი ძვირიანი ყავა ცოლს დაქალებში აძულებს აჰა რო დავფიქრდე ეგაა ყავა ძმაო მაგას რომ დალევ გაფხიზლებს კი არა აი 2 თვე აღარ გძინავს ნუ დარდით მაგრამ ხო არ გძინავს მოვჭით მგონი ახლა მონოლოგს მალე დავამთავროთ რომ გასაქციევები ვართ და სადგარული ვართ კაცო რა ხდება რა ვიცოდი დაგავიწყდა თეატრში მიუზიკლის რეპეტიციაზე რა თეატრი რომელი თეატრი ვითომ არიცი ხლა და ვითომ შენც არ იყო მაგ თეატრის მსახიობი არა თეატრში და პაატა გულიაშვილის იუმორის თეატრში მოიცა გავხსენით ეგ თეატრი უკვე ჯერ არა მაგრამ რეპეტიციები მიდის და გაიხსნება ძალიან მალე ხო ჩაღძმა უშენ
და როგორ მიდის საქმე რა მიუზიკლია მოყევი ერთი მოყოლას ჯობია განახებ შენს და მაყურებელსაც ერთ კარგ ნომერს კაბარედან მართლა რა გამახარე მიდიება გავახაროთ მაყურებელიც ნაკოდები აბა რა გამოგივიდა ნახო